რამდენად საშიშია ცოფი, როდის უნდა ავიცრათ და რას მივაქციოთ ყურადღება ამ და კიდევ ბევრ საინტერესო თემაზე ჩაგვერთვება ჩვენი ჟურნალისტი ნინო გელაშვილი, რომელიც სტუმრობს იმუნიზაციის ცენტრს და რადიოლოგ ბადრი ბაზაევისგან მოვისმენთ რჩევებს და რეკომენდაციებს. ნინი დილამშვიდობისა, მოგესალმებით. დილამშვიდობისა, ჩვენ ამჯერად იმუნიზაციის ცენტრიდან გერთვებით. დამეთანხმებით ალბათ, რომ ცოფის თემაზე საუბარი ბოლო დროს ჩვენს ქვეყანაში საკმაოდ აქტუალური გახდა და როგორც ექსპერტები აღნიშნავენ, მიუხედავად იმისა, რომ ადამიანებში ცოფის ინფექციის მაჩვენებელი საკმაოდ დაბალია, ის ძაღლებსა და გარეულ ცხოველებში კვლავ ფიქსირდება. ჩემთან ერთად ახლა არის ექიმი რადიოლოგი ბადრი ბაზაევი და ის მოგცემს ბევრ საჭირო ინფორმაციასა და რეკომენდაციას ცოფის პრევენციის შესახებ. მოგესალმებით. უპირველესად რომ გითხრათ, როგორი დაავადებაა ცოფი და რამდენად საშიშია ის ადამიანის ჯანმრთელობისთვის? ცოფი ინფექციური დაავადება არის და შეიძლება ითქვას ყველაზე მძიმე ინფექციური დაავადება არის გამომდინარე იქიდან, რომ ცოფი შეიძლება ჩაითვალოს ერთადერთი ინფექციური დაავადება, რომელიც 100% სიკვდილით მთავრდება დაავადების განვითარების შემთხვევაში. დაავადება რომ არ განვითარდეს ადამიანებში გულისხმობ ამ შემთხვევაში, საეჭვო შემთხვევა, როდესაც მოხდება დაკაწვა ან დაკბენა ცხოველისგან, უნდა მიმართოთ ექიმს, რადიოლოგს ამ შემთხვევაში. საქართველოს ყველა საავადმყოფოში ფაქტიურად ეს რაიონულ საავადმყოფოებში და თბილისში რამდენიმე ადგილზე ხელმისაწვდომია მომსახურების მიღება, ექიმის კონსულტაცია და თუ ჩაითვლება საჭიროდ, რომ ცოფის აცრა უნდა გაკეთდეს, გაუკეთდება. შესაბამისად დროული მიმართვით დროული ახლა არ ნიშნავს, რომ დაუშვათ წუთები წვიტავს რამეს, მაგრამ იმ დღეს ან მეორე დღეს ექიმთან მიმართვით მიიღებს პაციენტი შესაბამის მომსახურებას და დაცული იქნება ცოფისგან. შემთხვევიდან დაახლოებით რა დროის განმავლობაში უნდა გაიკეთოს პაციენტმა აცრა? მე მაგალითად ძალიან ბევრი მოსაზრება გამიგია ამის შესახებ, რომ მაქსიმუმი არის რაღაცა 2 დღე, 3 დღე და ძალიან ბევრი აზრია ამასთან დაკავშირებით. ხო, ასეთი ფორმულირება არ არის, რაც ადრე მით უკეთეს. ეს არის ყველაზე სწორი ფორმულირება. ხშირად დადის ხოლმე ესეთი 24 საათში უნდა ჩაიოდეს, არ ნიშნავს 25 საათზე გაკეთება არ შეიძლება, ან 73 საათზე, მაგრამ რაც ადრე მით უკეთესი. თუმცა, რაც ადრე მით უკეთესი აცრას არ გულისხმობ, რაც ადრე მით უკეთესი ექიმთან ვიზიტი, რომ შეფასდეს, რამდენად სასწრაფოა აცრის გაკეთება შესაძლებელი არ იყოს და მივცეთ პაციენტს დრო ცხოველზე დაკვირვების, ან საერთოდ არ დაჭირდეს იქ რაღაცებს რომ გამოვკითხავთ, საერთოდ არ ჩაითვალოს აცრის გაკეთება საჭიროდ, მაგრამ ექიმთან ვიზიტი, რაც უფრო ადრე, მით უფრო კარგია. როდესაც აცრილი ცხოველი კბენს ადამიანს, ამ შემთხვევაშიც იგივე რისკია და აუცილებელია აცრა თუ ასე არ ხდება? აცრილი ცხოველის შემთხვევაში რა თქმა უნდა რისკები უფრო დაბალია, ცხოველები უნდა ავცრათ, ეს საჭიროა განსაკუთრებით საკუთარი ცხოველების შინაური, გარეულ ცხოველებს, ქუჩის ცხოველებს გულისხმობ, პაწანწარა ძაღლებს, ცხოველთა მონიტორინგის სამსახური უყურებს ვაქცინაციას, მაგრამ აცრილია თუ არა ცხოველი, ეს არ არის გადამწყვეტი ფაქტორი, რომ დაუშვათ ამის გამო აცრა აღარ დაჭირდეს პაციენტს. შესაძლებელია აცრილი საქართველოს და ერთ ქვეყანაში გულისხმობ, სადაც ცოფის კერა არის, ცხოველი რო აცრილია ეს კარგია, მაგრამ ეს არ არის გარანტია და მიუხედავად იმისა, რომ ცხოველი არის აცრილი, შესაძლებელია ცოფის აცრა მაინც გახდეს ადამიანში საჭირო. რისკ ჯგუფს თუ მიეკუთვნებიან ბავშვები და ამავე დროს ძალიან ხშირად გამიგია, რომ არსებობს კონკრეტულად უფრო საშიში ზონები, მაგალითად, ხელზე, სახეზე ნაკბენი ბევრად უფრო საშიშია და სწრაფად ვრცელდება ამ დროს ცოფი, ვიდრე სხეულის სხვა ნაწილებზე. დიახ, ცოფი ნეიროგენული ინფექცია არის, ნერვულ ღეროებს მიყვება, ესე ვთქვათ, და თავისი გადაადგილების სიჩქარე აქვს ცენტრალური ნერვული სისტემისკენ. შესაბამისად, რაც უფრო ახლოს არის დაზიანება ცენტრალურ ნერვულ სისტემასთან, მით უფრო დიდია შანსი სწრაფად განვითარების დაავადების. შესაბამისად, ბავშვის ორგანიზმი შედარებით პატარაა, ასე ვთქვათ, იქაც უფრო სწრაფად შესაძლებელია მოხდეს დაავადების განვითარება. ამიტომ საშიშია კი ბატონო და ის ზონებს რაც შეეხება თქვენ რაც აღნიშნეთ, რაც მე უკვე ვთქვი, თითები, სახისარე უფრო საშიშია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ სხვა ადგილები საშიში არ არის. ასევე მინდა გითხოთ, მომართვიანობა როგორია დღესდღეობით? მომართვიანობა ხა ზუსტი სტატისტიკა მე არა მაგას ციფრებში გამოხატული, მაგრამ თუ გულისხმობთ მომატებულია თუ არა, ანუ ვერ ვიტყვი რომ რაღაც განსაკუთრებული მატება არის. ახასიათებს კი ბატონო ზაფხულის თბილ პერიოდში უფრო მეტი პაციენტების მომართვა, ზამთარში შედარებით ნაკლები, მაგრამ ტენდენცია დაახლოებით ერთი და იგივეა შარშანდელისგან რაიმეთი რომ გამოვარჩიოთ ესე არა. თქვენი აზრით საზოგადოების ცნობიერება ამ თემასთან დაკავშირებით რამდენად მაღალია და წინა წლებთან შედარებით გაიზარდა თუ არა? დიახ, გაიზარდა. მე 20 წელი არაბიოლოგი ვარ, თავიდან
პაციენტების განწყობა ცოტა სხვანაირი იყო, რომ აი ბავშვობაში სულ მკარწრავდნენ ძაღლები, კატები, შესაბამისად ხშირი მომართვა არ იყო. ამიტომ სამწუხაროდ ზოგჯერ რამდენიმე ათეული შემთხვევა ფიქსირდებოდა ადამიანებში ცოფის დაავადებით წელიწადში. ბოლო წლებში მთლიანად ტენდენცია მიდის იქითკენ, რომ კლება არის, ზუსტად იმის ხარჯზე, რომ მომართვიანობა არის ექიმთან, როდესაც ესე იგი არ ჩათვალეს უმნიშვნელოდ ეს დაზიანება და ექიმს მიმართეს, დროულად გაკეთებულიაც რა 100%-ით იცავს, ამიტომ წლები გადის ხოლმე ახლა საქართველოში, რომ ცოფის შემთხვევა ადამიანებში ხას უსავ აღარ ფიქსირდება. ძალიან დიდი მადლობა. როგორც ხედავთ, ჩემთან ერთად ექიმი რადიოლოგი ბადრი ბაზაევი მყოფებოდა და მან ძალიან ბევრი საინტერესო რჩევა და რეკომენდაცია მოგცა. მე დაგემშვიდობებით და გისურვებთ ჯანმრთელობას.